შაბათიც მოვიდა. Space-ის შაბათი და ჩვენ ისევ ჰაბიტატში ვართ. დღეს ჩვენთან არის ადამიანი, რომელმაც ურთულესი გზა გაიარა წარმატების მისაღწევად. სტუმრად გვყავს barbershop Madman-ის დამფუძნებელი და მმართველი დავით თემურიანი. დავით, საინტერესოა რომ მოგვიყვე შენი გზა barbershop-ის ინდუსტრიამდე, ანუ რა გზა, რა ეტაპები გაიარე. კი ბატონო, გამარჯობათ. მოგეხსენებათ 2000-იან წლებში საქართველოში სილამაზის და მოვლა მოწესრიგების ინდუსტრია დიდად პოპულარული არ იყო. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ჩვენი პროფესიის ადამიანი გადიოდა ძალიან რთულ გზას. იყო პერიოდები, მაგალითად ვიღაცები მუშაობდნენ ახლა ვაკე საბურთალო, ეგ იყო თბილისში, სრულიად საქართველოში, ასე ვთქვათ, იყო ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული და დაფასებული ლოკაცია. დანარჩენი ტერიტორიები და დანარჩენი ლოკაციები, ანუ არ გამოირჩეოდა მაგით, ანუ იყო როგორც იტყვიან საოთახო ოთახის პერიოდებს რო ეძახიან ხოლმე. სპალნი ვაგონებს რო ეძახიან ხოლმე რაღაცნაირად. ხო, ანუ იყო 2 ლარი და 3 ლარი და 4 ლარი ნახევარი და 5 ლარი ვიღე და შეჭრა. ნუ მე მაგ პერიოდიდან წამოვედი, იმიტომ რომ 2 ლარათაც შემიჭრია, 3 ლარათაც, 4 ლარათაც, 5 ლარათაც, 6 ლარათაც და მაგან მოიცვა უბრალოდ ჩემი ცხოვრების დაახლოებით 25 წელიწადია ამ სფეროში ვარ. და ეტაპობრივად გავდიოდი მაგ ფასების ზრდას. და ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე. დავით, რა მაინტერესებს, იცი, აქვე მინდა რომ ჩაგეკითხო, ნახე, ახსენე ვაკესაბურთალო და გამოყავი ვაკესაბურთალო და გამოყავი, ანუ დანარჩენი ქალაქი რა. ანუ რა სხვაობა იყო, ანუ ანაზღაურების მხრივ იყო სხვაობა თუ რაიმე სხვა სპეციფიკა ქონდა ამ ყველაფერს? ხო, ანაზღაურების მხრივ, კი ბატონო, ძალიან განსხვავდებოდა. ძალიან ცხოვრების სტილი, ცხოვრების შეხედულება, მოვლა მოწესრიგება, ეგ იყო ძალიან რადიკალური ცვლილება, ანუ ჩვენს რაიონებს შორის და ვაკესაბურთალოს შორის, იმიტომ რომ იქ ადამიანი რო ძალიან უვლიდა თავს, ჩვენს რაიონებში მაგალითად მაგას ყურადღებას არ აქცევდნენ არანაირად. ჩვენს რაიონში რომელ რაიონს გულისხმობ ისე კონკრეტულად? ნუ კონკრეტულად ჩვენი რაიონი ვიგულისხმო, სადაც მე ვცხოვრობდი და სადაც მე მოვაწეობდი თუ საერთოდ მსგავს რაიონებს? ხო, შედარება რო გამიგებ, დიფერენციაციას რო აკეთებ, მაინტერესებს საბურთალოს კონკრეტულად რა უბნებს ადარებ? საბურთალოს ვადარებ მხოლოდ ანუ ვაკე საბურთალო და რაღაცა ნაწილობრივ მარჯანიშვილიც ეკუთვნოდა ცოტათი, მაგრამ ვერ უტოლდებოდა იმ დონეზე, მე ესე ვფიქრობ. დავით, რამდენად მომგებიანია დღეს barber ბიზნესი? მე ვფიქრობ, რომ დიდად მომგებიანი არ არის იმ შემთხვევაში, თუ შენ არ ხარ მაგ ბიზნესში და შენ არ მუშაობ. არსებობს რომელიც მაქვს ბიზნესი და არსებობს რომელიც ბიზნესში ვარ, ანუ მე ბიზნესში ვარ და მაგ ბიზნესთან თავის დაღწევა და მანდიდან გამოსვლა არის ძალიან რთული. ანუ გულისხმობ იმას, რომ ფიზიკურად მე დავუშვათ რომ მომიდეს პირობითად barbershop-ის გახსნა, ანუ მინიმუმ ცოდნა მჭირდება, მინიმუმ უნდა ვიდგე და ვიმუშაო, თუ აკონტროლო ხარისხი და ასე შემდეგ, ანუ ამის გარეშე ვერ გავკაჩავ. თუ ხარისხი გარკვეული პერიოდი დაგეხმარება იმაში, რომ მაგალითად შეინარჩუნო შენი ბიზნესი და barbershop-ი. გარკვეული პერიოდი, სადაც მოგიწდება მაგალითად ფინანსები. მაგის შემდეგ ჩემი საზრით უეჭველი ნელ-ნელა ქვემოთ დაიწევს გაყიდვებიც, მომსახურებაც, მოთხოვნაც და ბიზნესის რეალიზაციაც. მე ესე ვფიქრობ, ჩემი აზრით. დავით, ძალიან საინტერესო თემა არის, თან მით უმეტეს ამიმართულებით პირველი სტუმარი ხარ ჩვენთან. ახსენე ეგრეთ წოდებული სალონი, ანუ იგივე საპარიკმახერო, ანუ ამ დროიდან მოვდივართ იდეაში. საპარიკმახერო მაგრატელი და ეს ალუმინის სავარცხლები რო იყო, ხო, და ეს ალუმინის რაღაცა ის მაგრატელი რკინით რო ჭირდნენ, ანუ აი ამ დროიდან გამოიარე და მოხვედი barber shop ბიზნესამდე, ხო? და მაინტერესებს უბრალოდ რო შევადაროთ
აი ესეთ სალონი, ჩვეულებრივი სალონი და ბარბერ შოპი, ანუ იქაც ხო ჭრიან კაცებს და აქაც და ანუ სხვაობა რა არის, რომ მინდა რომ ხალხმა უფრო ანუ ზუსტად დაინახოს რა სხვაობაა ამათ შორის. კეთილი, მაგას ჩამოვაყალიბებ და გაგარკვევთ ბარბერ და სილამაზის სალონების ინდუსტრიაში ზოგადად ანუ რა შეხება და რა სხვაობა არის. ჩვენთან მაგალითად ადამიანი რომ მოდის რაღაცა სურვილებით და ოცნებებით, ჩვენთან ეგ შესაძლებელია და მაგას მაგალითად სურათიდან შეგვიძლია რეალობად ვაქციოთ ეგ ყველაფერი. სილამაზის სალონებში ჩემის აზრით, ნუ ეგ ჩემი პირადი შეხედულება, მანდ რომ მიდიან ხოლმე, მანდ აკლიათ ლოგიკურია სერვისი, მომხმარებლის სურვილები, მომსახურება, ყველას არ მინდა შევეხო, მაგრამ ძირითადად ანუ არის კიდევ ანტისანიტარია, კი ბატონო, მაგასაც მინდა შევეხო, იმიტომ რომ ჩვენ დილიდან საღამომდე მაღაზიაზე ვფიქრობთ, მაღაზიაზე ვზრუნავთ, მე და ჩემი თანამშრომლები, ჩემი გუნდის წევრები, რომ როგორ შეიძლება რომ მაქსიმალურად სუფთად და ჯანსაღად ვიმუშაოთ და მომსახუროთ ჩვენს მომხმარებლებს. იქიდან გამომდინარე პლუს კიდე და მათი სურვილები როგორ ვაქციოთ რეალობად. იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს თავის შეხედულება. ნებისმიერი ადამიანი მოდის რაღაცა გარკვეული ტრენდული ვარცხლობებით. ეგ ტრენდული ვარცხლობებით, ანუ უნდა იყოს შენ აღჭურვილი, იმიტომ რომ ვალდებული ხარ, ბარბერი ხარ, ასეთ წოდებული ჯადოქარი, რომელიც სურვილებსაც უსრულებ. ანუ რეალურად იმას ამბობ, რომ შენ ბარბერ შოპში, ანუ რომ შემოვიდეს ადამიანი, შესაძლებლობა ექნება, რომ ყველა ტიპის ვარცხლობა გაიკეთოს. ნებისმიერი. ფოტოთაც რომ მოხვიდეს. ფოტოზე უკეთეს დავსვათ ჩვენ. ჩვენთან ეგრე ხდება, სხვაგან არ არის. კაცი. მიბრძანდით. დავით, რეალურად ჩემზე კითხვაზე უკვე გავცადავით მოპასუხე ჩემი აზრით, ამ კითხვის დასმას ახლა აზრი არ აქვს, ეგ იყო ზუსტად რეალურად კითხვის მიზანიც, რომ რამდენად რეალურია Instagram ფოტოები თქვენი გვერდის და რამდენად რეალურია რეალობა, რაც თქვენთან ხდება. მგონი ამაზე ჩვენ უკვე გაგვეცი პასუხი. ახლა მაინტერესებს რეალურად შენი გადმოსახედიდან, შენი ბარბერშოპი მართლა ხარისხით შოულობს პლუს თუ უბრალოდ მარკეტინგით? 90% არის დაფუძნებული ხარისხზე და 10% მარკეტინგით. დღესდღეობით სილამაზის ინდუსტრიას აუცილებლად სჭირდება რაღაც გარკვეული დონის სოციალურ ქსელში და სოციალ მედიაში გამოჩენა, ვინაიდან რადგან ანუ ხალხმა უნდა გაგიცნოს და იცოდეს სად ხარ და როგორ იმყოფები და როგორ მოგაგნონ. ეგ აუცილებელია ჩემისათვის. დანარჩენი სულ ხარისხზეა დაფუძნებული. მე მაინტერესებს რეალურად დღეს შენი ბიზნესისთვის კარგი ბარბერი, მაგრამ ტოქსიკური ადამიანი უფრო შეგიძლია რომ დაიტოვო გუნდში თუ საშუალო ბარბერი და იდეალური პიროვნება? ძალიან კარგი კითხვა და მაგაზე საფუძვლიანად გაგცემთ პასუხს. მოკლედ, მე მირჩევნია საშუალო დონის ბარბერი მყავდეს და იდეალური ადამიანი, ვინაიდან რადგან საშუალო დონის ბარბერს ჩაუტარებთ ჩვენ მასტერ-კლასებს, ტრეინინგებს, გავაცნობთ ჩვენ განვითარებულ გუნდს, ანუ გუნდის წევრი იქნება, თუ იდეალურია, რა თქმა უნდა, გუნდსაც შეეწყობა იდეალურად. და ჩვენცაც იდეალური თანამშრომელი იქნება. ჩვენი თანამშრომელი თუ იქნება, ჩვენს მაგალითად თანამშრომლებს, ანუ ყველა თითოეულ მათგანს, ანუ ვაძლიერებთ და გვერდში ვიყენებთ. დავით, ნახე ძალიან უხერხული შეკითხვა უნდა დაგისვა, მაგრამ ალბათ საინტერესოა ყველასთვის რა, განსაკუთრებით მაყურებლისთვისაც. თუ გქონია გაფეილებული შეცდომა, რომელიც უბრალოდ დააიგნორე. მე ვიტყოდი, რომ ეგეთი ადამიანი არ არსებობს და პირადად მეც მქონია ჩემს პროფესიაში 2 და 3 მსგავსი შემთხვევები. თუ გნებავთ, მოგიყვებით, ეგეც ძალიან საინტერესოა და ძალიან შეიძლება რომ გაგვიზიარო. სახალისო იქნება, კი ბატონო. ერთხელ მოკლედ ჩემს მეგობარს ვაჭრით თმას, ასეთ წოდებული დიმა ბილანი იყო საქართველოში, მოდებული. ხო და ვარცხლობა ბილანი, ხო? კი, დიმა ბილანის ვარცხლობა იყო მოდებული, ნუ მოკლედ მსგავს რაღაცებს ვჭრიდით ხოლმე და მას უსუფთავებდი კისერს, ვინაიდან რადგან ღერები უნდა დამეტოვებინა, ანუ ტექსტურა უნდა დამეტოვებინა კისრის მიდამოში და ტელეფონით მესიჯობდა. თავის შეყვარებულს წერდა და რამოდენიმეჯერ გავუმეორე, მეთქი ტელეფონი დადე, საქმეს ვაკეთებ, ტელეფონი დადე, საქმეს ვაკეთებ თქო და მაგ პერიოდში დააცემინა ჩვეულებრივად და ავიტანე 0 ყურებამდე. აბარსა.
ფოტო ხო არ გაქვს? ფოტო მას. არა, იმიტომ რომ ძალიან ძველი არის ეგ და მაგ დროს ხო და მაგ დროისთვის წარმოიდგინეთ, ეგ იყო დაახლოებით 12-14 წლის წინ ასეთ წოდებული high fade-ი შევჭერილი. high fade-ი 14 წლის წინ. კი. მეორე შემთხვევასაც მოგიყვებით, მეორე შემთხვევას მოკლედ მაგრატით გადასვლას ვაპირებდი, მომხმარებელი არ ვიცი მოძრაობდა თუ რა შვებოდა, ანუ მთლიანი ბუჯა მოვაჭერი და იყო ღრმული. ოღონდ ზემოდან თმა გადაიფინა და აღარ ჩანდა. მაგრამ იდეალური შეჭრილი იყო. ლატკა და გადაეფარა ჩვეულები. არ ვიცი მაგის შემდეგ აღარ მინახავს ეგ მომხმარებელი, ეგ ძალიან დიდი ხნის წინ. ახლა თუ დალატკავდი აბა რა იქნება. მე ამ ქვეყანაში არის. კი ბატონო. შემთხვევა იყო ასეთი მომხმარებელი შემოვიდა, დაინტერესდა თუ რამდენი ხანი ვმუშაობდი. მე პასუხი გავეცი რომ მეთქი დიდი ხანია ვმუშაობ, თქო მუშაობ და შევატყე რომ მომხმარებელი იყო ძალიან ტოქსიკური და ძალიან ღელავდა. იქიდან გამომდინარე რომ შევჭერი, რაღაცა ეტაპამდე დავასრულე ჩემი ნამუშევარი და ბოლოსკენ მივდიოდი და ესე ამოვიოხრე და ვთქვი რომ მეთქი ძლივს არ გამომივიდა მეთქი და ეს მომხმარებელი გამწვანდა, გალუჯდა, გაწითლდა, უბრალოდ ვერაფერი ვერ მითხრა. მას მე ეგ მომხმარებელს აღარ მინახავს. ძლივს არ გამომივიდაო, დატესტა. დავით, მე მაინტერესებს შენ სალონში რამდენად გაბერილი ფასები გაქვს? ანუ სხვა სალონებთან მიმართებაში იმ უბანში, სადაც შენი სალონი მდებარეობს. შეგიძლია ამავდროულად ჩააქცევო შენი სალონის რეკლამაც მითხრა, სათხარ, როგორ ხარ და კი ბატონო, ჩვენ ახლა ვმუშაობთ, ჩვენი ლოკაცია არის ახმეტელის თეატრი, გლდანის მიმდებარი ტერიტორია. ილია ვეკუას 16 ნომერში ვართ გლდანში. Google-ში შეგიძლიათ დასაჩვენოთ და მოგძებნოთ. ანჯერდება. ხო და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ღირებული და საკმაოდ კარგი ტარიფი გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენი პროფესია არც თუ ისე მარტივია და აღნიშნავ იმას, რომ ძალიან რთული პროფესია გვაქვს ჩვენ. უბრალოდ ხალხმა მაგის შესახებ არ იცის, იმიტომ რომ გონიათ, რომ უბრალოდ თმები შეჭრა და თმავშჭრით და მეტი არაფერი. აი რა დგას აი ამის უკან, რომ უფრო ჩავშალოთ რა, იმის გარდა რომ შეიძლება მთელი დღის განმავლობაში სტილის შეიძლება რომ შეუსწავლებლად ფეხზე დგომა მოუწიოს. კი ბატონო, მაგასაც ვიტყვი, ლოგიკურია რომ ჩვენ ახლა სამსახურში შევდივართ, არ აქვს მაგას მნიშვნელობა, ცუდ ხასიათზე ვართ, როგორ ხასიათზე ვართ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მანდ რაღაცა გარკვეული ფსიქოლოგები ვართ, ექიმები ვართ, მომხმარებლის ჯადოქრები ვართ, ვიზაჟისტები ვართ და ბარბერები ვართ. იმიტომ რომ ის ადამიანი, რომელიც შენთან შემოდის და თავის თავს განდობს და სჭირდება შენი სერვისი, ის ღებულობს შენ სერვისს. იმიტომ რომ მას სჭირდება თავდაჯერებულობა, მას სჭირდება სიმპათიურობა, მას სჭირდება მოვლა, მოწესრიგება, რომელიც შენს ხელში არის და შენ უნდა მისცე ეგ მას. გასაგებია. დაუშვათ ადამიანი იწყებს ბიზნესს და აპირებს ბარბერშოპის გაკეთებას. ანუ რა სამრჩევას მისცემდი? პირველი არის დისციპლინა. მეორე არის საკუთარ თავზე მუშაობა. მესამე დაუღლელად და დილიდან საღამომდე შრომა. მე ესე ვხედავ და მე ესე მგონია. კაი, დავით, ახლა გადავდივართ სწრაფი კითხვების რუბრიკაზე. შენგან ძირითადად პასუხები გჭირდება კი ან არა? კი ბატონო. პირველი შეკითხვა ასეთი გვაქვს. რომელიმე ვარცხნილობაზე თუ გითქვამს არ ვიცი. არ მახსენდება მსგავსი რამე ცხოვრებაში არ მქონია, არა. წარმატებამ გაართულა თუ გამარტივა შენი ცხოვრება? გაართულა. გეშინია კონკურენტების? არავითარ შემთხვევაში. დღესაც ემსახურები კლიენტებს როგორც კი ბატონო, ჩვეულებრივ მორიგი თანამშრომელი ვარ. ბიზნესის სესხით დაიწყე თუ პირადი ფინანსებით? ბიზნეს სესხით. დღეს შენი შემოსავალი სტაბილურია? კი ბატონო. და შენი ბიზნესის ძირითადი შემოსავალი ერთგულ მომხმარებელზეა დამოკიდებული თუ ახლებზე? ნაწილობრივ. რომელზე? 80%-ს მივანიჭებდი ან 70%-ს მივანიჭებდი როგორ უნდა მეთქვა? არსებულ ერთგულ მომხმარებლებზე და 30% არის კიდევ ახალი მომხმარებლები, დანარჩენი მომხმარებლები. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. დავით, საკმაოდ საინტერესო ინდუსტრიაა და ვფიქრობ ძალიან ბევრს დააინტერესებს, მაგალითად 2026 წლის, ტრენდული ვარცხნილობა რა არის? კი ბატონო, გაგცემთ მაგაზე პასუხს და სიმართლე გითხრათ ველოდებოდი კიდევაც. მოკლედ,
2026 წლის ვარცხლომები, ანუ ტრენდული არის ვულფკათი, არის taper fade და ნებისმიერი fade ტექსტურით. ანუ ვულფკათი შეიძლება ტექსტურით შეიჭრას, taper fade შეიძლება ტექსტურით შეიჭრას, ანუ ტექსტურა სულ ტრენდულია, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან ლამაზად გამოიყურება და ლამაზად მე ვერ დავიმახსოვრე ხა ვარცხნილობის სახელები, მაგრამ თქვენ თუ დაიმახსოვრეთ, დაწერეთ კომენტარებში, რომ გიპასუხოთ და თუ გაინტერესებთ, სათხდება ადამიანის გალამაზება, ეგეც მოგწერეთ და აუცილებლად დაგიბრუნებთ მისამართს, ტელეფონს, რომ ჩაიწეროთ და მიხვიდეთ, მიიღოთ მომსახურება. აქვე მაშინ ერთ კითხვასაც დაგისვავ დავით. შენთან ყველაზე დიდი რაოდენობით რა პროცედურა ტარდება, ან რომელი ვარცხნილობა ეს რო გითხრა? ძირითადად ხდება ხოლმე taper fade, fade, მაღალი fade, საშუალო fade, low fade, ვულფკათი რაღაცა პროცენტულად შეიძლება 10% იყოს. დანარჩენი წვერზე რამდენად არის მომართვიანობა, იმიტომ რომ ერთი პერიოდი რაღაცა ბუმი იყო, ხო, ანუ ბერდის და ანუ არის კიდევაც, კი ბატონო, არის კიდევაც. ანუ არ წასულა, ანუ არ გამქრალა, როგორც იტყვიან, ლამბერსექსუალები ჯერ კიდევ აქტუალურები არიან. გაიხარე, მადლობა დიდი. დავით, მე მაინტერესებს დღეს რომ არ იყო როგორც ბარბერშოპის, ასე ვთქვათ, დამფუძნებელი და მეორე პროფესია ან ბიზნესი გექნებოდა და თუ გაქვს რაიმე ესეთი დამოუკიდებელი ნიჭი, რაც შეგიძლია რომ განავითაროს ვაკეთოთ. პროფესია მაგალითად ეხლა დღესდღეობით რასაც უყურებ, ძალიან მომწონს კაფე ინდუსტრია, კაფე და პაბ ბარები და კიდევ მანქანების სამრეცხაოსაც გავხსენე დიდი სიამოვნებით. ძალიან დიდი მადლობა. კაი პასუხი იყო, ის არის რაღაცა მიჯაჭვული რო არის მაინც ამ მიმართულებაზე და მაინც ამ მიმართულებაზე უნდა იყოს. ხო, ანუ შეიძლება თუ გეკმავ გაფართოება სამომავლოდ ბარბერშოპის გამართებას და ლოკაციებს განიხილავ და მიმდებარეს ხო ალბათ. ლოგიკურია ეხა თავიდან რო ავღნიშნე, ვაკე საბურთალო ლოგიკურია ეხა მინდა რომ მეორე ფილიალი საბურთალოზე გქონდეს. ვიქნებით შენი სტუმრები ხო ალბათ. რა თქმა უნდა, მოვძანდით. ყველა ადამიანისთვის ღია არის კარები. აქვე მინდა ერთი კითხვა დავსვა, ეხა მომიტივტივდა თავში გადაცემის დასაწყისში ახსენა, რომ საკმაოდ რთული გზა გამოვიარეო, ორლარადაც კი შემიჭრია თმაო და მე რეკომენდაციაც გასცა, რომ მზად უნდა იყო ფსიქოლოგიურად, რომ ძალიან ბევრი ტკივილი და ძალიან ბევრი დაცემა დაგხვდება წინო რა. შესაბამისად, ანუ რახან ეს თქვი, ეს მთელი გზა გამოვლილი გაქვს და დაცემაც ქონია, ტკივილიც ქონია და მოკლედ მთელი ეს ეტაპები რა. მაინტერესებს აი ამდენი ხნის განმავლობაში, აი ამ გზაზე ყავდა თუ არა ადამიანი, ვინც მოტივაციას გაძლევდა, ან რა იყო შენი მოტივაცია, როგორ აძლევდი საკუთარ თავს მოტივაციას, რომ ყოველი დაცემის მერე წამომდგარიყავი და გაგეგრძელებინა გზა? ანუ მქონდა პერიოდები, სიმართლე გითხრათ, ამ თავის დანებება მინდოდა ამ პროფესიისთვის, ვინაიდან რადგან ანუ დაუფასებელი პროფესია იყო დილინა საუნეს შრომიდან გამომდინარე, ანუ ვარცხნილობებში, რომელსაც ხატავდი, ვღებულობდი ლარნახევარს და ორლარს და სამლარს. მაგრამ რამოდენიმე წლის წინ გამიჩნდა ესეთი იდეა, რომ უბრალოდ წავსულიყავი და უბრალოდ შემემოწმებინა ჩემგან განსხვავებით ვაკე საბურთალოს ბარბერები, ასეთ წოდებული, რომლებიც ჭრიდნენ 30 და 40 ლარად და 50 ლარებად, რით იყვნენ ჩემგან განსხვავებულები. ანუ ფაქტობრივად არაფრით არ იყვნენ ჩემგან განსხვავებულები, უბრალოდ იყო ლოკაცია. ლოკაცია განაპირობებდა ფასის კი ბატონო, და პატივისცემას. კი ბატონო და ანუ სეგმენტსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას, იმიტომ რომ ვინც მაგალითად შენ შრომას აფასებს, მაგ ადამიანებთან ძალიან ანუ მარტივია შრომა და მუშაობა. ლოგიკურია ხა, ჩემი მეგობრები, ჩემი მომხმარებლები მყავდა ეგეთი მომხმარებლები, მყავდა ეგეთი მეგობრები, მყავს კიდევაც, რომლებიც მაგალითად ძალიან დიდ მოტივაციას, ძალიან დიდ ენერგიას მაძლევდნენ და მიბიძგებდნენ იმისკენ, რომ თავი არ დამევნებებინა ამ პროფესიისთვის, ვინაიდან რადგან ანუ ხატავდი და ვაბედნიერებდი მათ და ეგენიც კიდე მე მაბედნიერებდნენ მაგათი პოზიტიური მიდგომით და ენერგიით და გვერდში დგომით. დავით, სამომავლობით მოძა შეგიძლია რამე რო გითხრა, მაგალითად აი რას აპირებ გაფართოების გარდა კიდევ თუ გაქვს რაიმე რიტმები ამ კუთხით. მაგალითად რამე სერვისი ხო არ ამატებ ხო? ხო, თუნდაც. სერვისი, კი ბატონო, ანუ ფილიალს რო გავხსნით, ანუ გეგმავთ, რომ
მამაკაცებს შევთავაზოთ ეპილაციის საშუალება, იმიტომ რომ ძალიან კაია და ჩემს მოთხოვნადიც არის დღეს. ძალიან მოთხოვნადია კი ბატონო, კარგი სპეციალისტი როდესაც გყავს და კარგი კოსმეტოლოგი გყავს, ჩვენ გაკეთებულ ზოლებს და ლაინებს ასეთ წოდებულს, ჩვენ დასმულს, რომელიც გონიათ რომ უბრალოდ თმის შეჭრა. დაემთხვა ხო? არა, გამოყვანილია, როგორ აღნიშნეთ თქვენ, რომელიც გამოყვანილია ნაღდია თუ ხო, ფილტრი რეალურად. ხო, ნაღდია თუ ფილტრი, ხო, მაგ დასმულ ზოლებზე, მაგალითად რო იმუშაოს კოსმეტოლოგმა და დასვას ეგ ზოლები და გაასუფთავოს ეგ ლაინები. გასაგებია, რაიმე კიდე მაინტერესებს აი кейსი თუ შეგიძლია რაიმე ესეთი მითხრა, დღეს როგორც ვიცი ძალიან ტრენდულია ეს მსახიობებისგან გადმოღებული ვარცხნილობები და რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟები რო არიან და რადიკალურად განსხვავებული მისგან ფიზიკურად და ვიზუალურად განსხვავებული მსახიობის ვარცხნილობა რო უნდა და ამ დროს რა რეაქციები გაქვთ ხოლმე და როგორ ასე ვთქვათ პასუხობთ ან იქცევით? თავიდან სიმართლე გითხრათ ძალიან უბრაზდებოდი. რომ მოდის და რო გეუნება რომ ბრედ პიტის სურათი რომ მომგდა რო გიდებს და აი ეს მინდა. ბონდო თუ თვერიძე. და რო უყურეთ. ბრედ პიტს კიდე არა უშავს, მაგრამ თვითონ მომხმარებელს რო ნახულობ და უბრალოდ თავზე თმა რა აქვს და ვერ უმტკიცებ. რო არ გამოვა. ვერ გაგიკეთებ, იმიტომ რომ მას ხშირი თმა აქვს. შენ ნაკლები გაქვს თმა. ისე რეალურად მაიხა მართლა ისე უცებ მოვაფიქრდას მონდა. მაინტერესებს თქვენთან თუ ხდება აი ამ დროს თმის ჩამატება ან რამე თუ ანუ რაღაც საღებავები და რაღაცა პუდრები გვაქვს, რომელსაც ვაყრი და ფანქრებიც გვაქვს და ფუნჯებიც გვაქვს, მაგის მაგალითად რო დავხატოთ, მაგრამ ნამდვილად იყენებ. არავის არ უნდა. სრული არავის არ. არა, არ იყენებ. მაგრამ ბრედ პიტობა ყველას. კი, და ეგეც მინდა აღვნიშნო, რომ მაგალითად Google-ში ვინებიც არიან მანდ აღბეჭდილები და გადაღებულები, ყველა ადამიანი მანდ ვერ მიიღებს მონაწილეობას. იმიტომ მანდ სჭირდება თავის ფორმა, სახის მოყვანილობა, ყბის მოყვანილობა, თმის განლაგება, ზრდის მიმართულება. თმა რო კარგი გაქვს და პირობითად კარგ ვარცხნილობას ატარებ, მაგას თავისი ჩაცმა და თავისი სამოსი და თავის ვიზუალური მხარეც სჭირდება. შეიძლება იგივე ვარცხნილობა შევაჭროთ მაგ ადამიანს, მაგრამ სამოსი და სტილი არ ქონდეს ეგეთი და უბრალოდ ვერ მოიხდენს. ანუ უბრალოდ თვითონ ტიპაჟი ვერ არის ეგეთი, მაგრამ ჩვენ მაგალითად ეგ ვარცხნილობა შევჭერით. ანუ ბევრი ფაქტორი ყოფილა, როდესაც არის. არ არის თლათ ეგეთი მარტივი. დავით, ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება, მაგრამ სანამ დავასრულებთ, მინდა რომ რეკომენდაცია მიეცი ხალხს, ანუ ვინც ბიზნესი წებს დაუშვათ, ანუ რა არჩევები უნდა გაითვალისწინოს, ხო? მე მაინტერესებს საკუთარ თავს რო გადახედო, დაუშვათ 15 წლის წინ დათოს, რას ეტყოდი? 15 წლის წინ გაიხსენე დათო და ნუ რა რჩევას მისცემდი რა. ან რაიმე არის თუ არა ისეთი, რასაც შეცვლიდი, არ შეცვლიდი, რამეს დატოვებდი, რას გამოასწორებდი, ანუ აი ამ 15 წელიწადში რამეს იზავდი სხვანაირად. 15 წლის წინ ამ პროფესიაში დათოს შევცვლიდი თუ არა, ვინატრებდი რომ 15 წლის წინ ყოფილიყო დღევანდელი მდგომარეობა, იმიტომ რომ დღეისობით ეს პროფესია ფასდება საკმაოდ. რის საფუძველზე დაფასდა და რის საფუძველზე მოხდა ეს გადატრიალება საქართველოში, მაგას მე თვითონ ვერ გაგცემთ მაგაზე პასუხს. კაი და მე რამდენადაც ვიცი, ერთ-ერთი პირველი იყავი, რომელიც გლდანში, როდესაც მიღებული იყო ჯერ კიდე ეგრეთ წოდებული ნანეტი ვარცხნილობები, შენ იყავ ერთ-ერთი პირველი, ვინც დაიწყო ფეიდები, ხო? კი ბატონო. აი რა გამოხმაურება ჰქონდა მომხმარებელს, ან დაუშვათ როგორ ახერხებდი, ან რატო გარისკე, ან როგორ გარისკე აი ამ ნაბიჯის გადადგმა? ნუ ძირითადად ყოველთვის მოტივირებული ვიყავი სიახლისკენ, იმიტომ რომ ჩვენი პროფესია არის ან დაფუძნებული სიახლეზე, ანუ მოდური პროფესია, ლოგიკურია, ანუ ნებისმიერ მოდას უნდა გაყვე, იმიტომ რომ შენი პროფესია არის და შენ გაქვს ეს პროფესია არჩეული, იმიტომ რომ ადამიანს აძლევ ვიზუალურ ცვლილებას. ანუ exchange უკეთებ, ანუ ცვლი მაგის სტილს, კი ბატონო, სტილს შესახედაობას და ასე შემდეგ. ლოგიკურია, მომხმარებლები რომ მოდიოდნენ ხოლმე, ყოველთვის მქონდა ხოლმე ბრძოლა, იმიტომ რომ ვიყავი დაღლილი, მაგათი ერთფეროვნული შეხედულებით და ერთფეროვნული 90-იანი წლებიდან გადმონაშთი ვარცხნილობებით, ანუ რაღაცა ცვლილება, ანუ არ უნდათ, იმიტომ რომ მე ხალხში რაც აღმოაჩინე ზოგადად, ანუ ჩვენ ხალხს ზოგადად მაგრად უჭირთ რაღაცა ახლის მიღება. ძალიან უჭირთ და მაგასთანავე ძალიან დიდი ბრძოლა გავუმართე ჩემს მომხმარებელს.
და მე შემიძლია ვთქვა გულღიად, რომ მე ეს ომი და ეს ბრძოლა მოვიგე. კი ბატონო. იცი რა მეინტერესებს, ლაშა რა დავარდადის შენთან. დროის უქონლობის გამო ალბა. მე სისრდის რა ხელათები აქვს. ვიცოდი რომ ეს კითხვა დაისმეოდა. ვიცოდი და მზადვიყავი. მაინტერესებს რა დავარდადის. ანუ ამაზე პასუხი არ გაქვს ხო სავარაუდოდ. არა, ეს მართლა ეს აი ხა ამ ხელათებზე ხო, მართლა ეს თემა ისე არის. მართლა რეალურად ხუმრობის გარშე რაც სრულიად გაკეთებდი ლაშაზე. კონდეს ეს თმა, პირობითად სიგრძე, მაგრამ აი რას შეუსწორებდი პირობითად ან რაიმე თუ არის ესეთი რაღაც მიმართულებას მისცემდი ან თმას ან წვერს ან რა ვიცი. არა, მეტყვის თავსახად მეტყვის, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანია. აღნიშნავ. თუ ერთად ვართ, რაც ერთმანეთს იცნობთ და მივანდოთ პროფესიონალს. აი რა შეცვლიდი მაგალითად ლაშას. აღნიშნავ, აღნაგობიდან გამომდინარე ლაშა არის ძალიან სიმპათიური და მაგიტომაც არ ვიძახი, რომ ეხა ჩემი მეგობარია და ჩემი შინაურია, მაგიტომ არ აღნიშნავ მაგას. უბრალოდ ერთცვლილება შევიტანდი და შევჭრიდი დღევანდელი ტრენდული დღევანდელი ტრენდული წვერი რომელიც არის იტალიან ბერდ შევჭრიდი და გავუკეთე. თმა ისეთ სიტყვა ახსენე რომ გონია მოვა. იტალიან ბერდ. უმაგრესი მომსახურება იტალიან ბერდ სტაილი, როგორც დათომ გვირჩია გადაცემაში და მე მგონი ძალიან ლამაზია, ძალიან კოხტა და ცოტა ასაკიც მომაკლოა რა, თქვენ რა სიტყვით. მოკლედ თუ გსურთ მსგავსი სტილის წვერი ან სტილური ვარცხნილობები, მაშინ მოვაკითხეთ Mad-Men-ს, რომელიც მდებარეობს გდანში, ილია ვეკუას 16 ნომერში. თავარია ვინ იქნება შემდეგი სტუმარი. მიყავს ვინსპეისში ტრადიციულად ეს მახასიათებს ხოლმე ჩამოვართმევს სტუმრებს ხელს. დავიღალე ამაზე ლაპარაკი. დააჭირე ხელი, არ დაგაჭერს თვითონ, დააჭირე და გამოიწერე. ხო ხედავ ვირჯები ჩემთვის, ვინები არიან რა და სანამ გამოიწერ, მანამდე დაწერე, ასევე რა კითხვა დაუსვათ შემდეგ სტუმარს. მადლობა დავით რომ იყავით. მადლობა თქვენ. ჩემოგებათ.